ლებების ნუსხა. დღეს ეროვნულ სტადიონზე ისმოდა საკმაოდ რადიკალური მოწოდებები ოპოზიციის ლიდერების ნაწილის მხრიდან, თავად გამოსვლები კი დაახლოებით დღის 2 საათისთვის სტადიონზე უცნობის გამოჩენის შემდეგ დაიწყო. ეროვნული სტადიონის საპატიო წრე უცნობს გამორჩეულად ხელში აყვანილ შემოადარეს. ამის შემდეგ გია გაჩეჩილაძე მოედნის ცენტრში მივიდა და პირველი განცხადებაც იქვე გააკეთა. ყველაფერი ნახავ საქართველოს ხალხმა. ყველაფერი დამთავრებულია. ხელისუფლება ამ ბოროტება ამ ხელისუფლების დამთავრებულია. ეს კარგად დაამტკიცა დღევანდელმა დღეს. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები უცნობს თითქმის 2 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. თავად აქციის ორგანიზატორებმა სტადიონზე შეკრება 12 საათიდან დაიწყეს. მათ გამოჩენას მხარდამჭერები ტაშით და შეძახილებით ხვდებოდნენ. ანალოგიური შეძახილები ისმოდა იმ ლიდერების მისვლის დროსაც, ვინც აქციის ორგანიზატორი არ ყოფილა. მისი უდიდებულესობა ხალხია, აღმნიშნელიც, თავარსარდალიც, ჯარისკაციც, ბრძანებელიც, პარლამენტის, მთავრობას, პრეზიდენტის და ყველაფერი არის ეს ამაზე ამაღლებული ხალხი. გამოსვლები სტადიონზე უცნობის გამოჩენის შემდეგ დაიწყო. პოლიტიკური განცხადებების წინ შეკრებაზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა ნატო მეტონიძის შესრულებით. შემდეგ სტადიონზე შეკრებილებამ მერაბ კოსტავას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პოლიტიკურ განცხადებებში კი ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები გაისმა. ლიდერები გარდამავალი მთავრობის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდნენ. მოქმედების რადიკალიზაციის მოწოდებით ტრიბუნიდან მხარდამჭერებს ნინო ბურჯანაძემაც მიმართა. ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობას კი პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ღალატი უწოდა. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის მორიგი ბოლოვადაც დაასახელა. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი რადიკალიზაციას, ნაწილი კი მოქმედებების კონსტიტუციურ ჩარჩოებში გაგრძელებას გეგმავს. განცხადებას საკუთარი სამოქმედო გეგმის შესახებ ირაკლი ალასანიამ გააკეთა. ხვალიდან კონკრეტულად ოპოზიციას და ზოგადად ჩემი პოლიტიკური გუნდის ახალ ტაქტიკაზე გადასვლას აპირებს, როგორც საპროტესტო აქციების კუთხით, ასევე მოლაპარაკებებში უფრო აქტიური ჩართვის კუთხით ხელისუფლებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის კუთხით. პოლიტიკურ მოწოდებებს დროდადრო ემოციური გამოსვლები ცვლიდა. მოგვიანებით უმცროსი ძმის ჟესტი უფროსმა გაჩეჩილაძემაც გაიმეორა და მიმართვა ტრიბუნიდან მუხმოდ რეკილმა დაასრულა.
2 საათიანი გამოსვლები ისევ უცნობის მიმართვით დასრულდა. გია გაჩეჩილაძემ ოპოზიციის ლიდერებს და მხარდამჭერებს სამების ტაძრისკენ მსვლელობით წასვლა და პატრიარქის მოსმენა ურჩია. შეკრება ეროვნულ სტადიონზე უცნობის მიმართვით გაიხსნა და მისივე მიმართვით დასრულდა. დღის 4 საათისთვის უკვე აქციის ორგანიზატორებმა საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად დატოვეს ეროვნული სტადიონი და მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გადაინაცვლეს. დიდი მადლობა თამარ ბაღაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ხოლიდან ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი არასაერთო არამედ საკუთარი ტაქტიკით იმოქმედებს ირაკლი ალასანი აქციებში მონაწილეობის პარალელურად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აპირებს. კონსტანტინე გამსახურდია და ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ საერთო პროტესტს არ ემიჯნებიან, თუმცა გადაწყვეტილებებს ყველა კონკრეტულ სიტუაციაში ამერიდან დამოუკიდებლად მიიღებს. უცვლელია ნინო ბურჯანაძის სტრატეგია მას მიაჩნია, რომ მიტინგები და ქუჩის საპროტესტო აქციები საზოგადოების დაკვეთაა. რადიკალურ ოპოზიციაში ასწრთა სხვადასხვაობაზე დილიდან დაიწყეს საუბარი. პირველად ამ საკითხზე საჯაროდ კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა. ჩვენ აღნიშნავთ ხალხთან ერთად 26 მაისს, მაგრამ ხვალიდან ჩვენ გადავალთ მუშაობის სრულიად ახალ რეჟიმზე. მე მინდა განვაცხადო, რომ ყველასთან ვეღარ დარჩება ისე როგორც ეს აქამდე იყო. ჩვენ დავიწყებთ იმ სქემების განხორციელებას, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ ოპოზიციას და რომელიც მან არ მიიღეს. მათ ეს არ მიიღეს. ხვალიდან პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება და ყველა მისი პარტნიორი ორგანიზაცია ვიმეორებ გადავა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და ამ მუშაობის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სრული დემონტაჟი. ინდივიდუალური ნაბიჯები რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის და ჩემი აზრით ეს შეავსებს ერთმანეთის ნაბიჯები ზოგადად მიზნისკენ სვლას. ეს ჩემი პოლიტიკური პარტიის შემოყალიბებას ამ ნაბიჯებს ეროვნულ ფორუმს აქვს თავის სამოქმედო გეგმა, რომელიც შეჯერებულია დანარჩენ ოპოზიციასთან, არის საკითხები, რასაც ეროვნული ფორუმი თვითონ გააკეთებს. ძალიან გულისხმობთ დანარჩენ საქართველოში გატანას სიმართლის და სინათლის. მე ყოველთვის ერთგული დარჩები იმისა, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს, იმიტომ რომ ეს მართას დაასხამს საქართველოს მტრების ცისკურზე წყალს და ვიქნები ერთგული იმისა, რომ გადაწყვეტილებები რაც შეიძლება ფართო წრეში, მათ შორის საზოგადოების წრეში იყოს მიღებული. თუ ვინმე სურს ოპოზიციიდან გასვლა, ეს დააზარლებს მას ძალა ერთობაშია, მე ასე მიმაჩნია. ყველა ადამიანი თავად ირჩევს ბრძოლის იმ მეთოდს, რომელიც მას მიაჩნია სწორად. მე არავის გაკრიტიკებას ამჯერად ყოველ შემთხვევაში აქ ნამდვილად არც ერთი პოლიტიკოსისას არ ვაპირებ, მე მაქვს ჩემი გზა და მე არ ვაპირებ ეს ადამიანები მოვატყუო. ეს ადამიანები ითხოვენ ბრძოლის გაგრძელებას, ეს ბრძოლა არის კანონიერი, სამართლიანი და ამ ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ. ჩვენ გვაუბრუნდებით